მოგესალმებით, ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს არის 14 აპრილი, მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით. ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა იქნება დღეს სპორტული ამბებით, განახლებებული ამბებით გიბრუნდებით. დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა არის ჩემპიონთა ლიგის გამეორებითი მატჩებზე. მინდა გესაუბროთ, რომელიც დღეს ორი მატჩი გაიმართება, მთავარი ორი მატჩი. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ როგორც ვიცით, პარის სენ-ჟერმენმა 2-0 მოიგო და ძალიან დამაჯერებლად ითამაშა პარის სენ-ჟერმენმა თავისი ფეხბურთი აჩვენა. ასევე მე მინდა გითხრა, რომ ლივერპულს არანაირი რეალიზების შანსი არ ჰქონდა შეტევების მხრიდან ძალიან ნაკლებად აწვევოდა პარის სენ-ჟერმენს. რაც შეეხება დენიელ დუეა ავტორი ერთ-ერთი გოლის და ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიზია გამარჯვების გოლი. ეხლა კი რა შეეხება დღეს ლივერპული საკუთარ კედლებში გამართავს. ლივერპული პირველივე წუთებიდან შეიძლება გააქტიურდეს გუნდი შეტევების ხრის. ბევრი შეტევები ვიხილოთ ლივერპულისგან, მაგრამ მე ლივერპულის სწრაფი გოლის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან საინტერესო და ძალიან დრამატული მატჩი გამოდგეს. დაძაბული ასევე ძალიან სწრაფი გოლი კი ლივერპულის სასარგებლოდ წავა დრო. ეხლა რა შეეხება პარის სენ-ჟერმენს, მაგრამ მე მგონია ძალიან ცოტა თუ ჯერა რომ პარის სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ლივერპული თამაშს შემოაწყიალებს. ასევე კატალონიის ბარსელონამ სახლში წააგო, გასვლაზე მოუგო მადრიდის ატლეტიკომ 0-2. მადრიდის ატლეტიკოსთან 2-0 ამოსასწრები ბარსელონას მჯერა რომ კატალონიის ბარსელონას როგორც ხვდებით საკუთარ კედლებში აქვს ეს რეკორდი დამყარებული, არაერთი საოცარი კამბექი შეუთავაზებიათ მისი ფანებისთვის და არა ერთი კამბექი ვიხილეთ ბარსელონას ხრის, მაგრამ ეს სტუმრად არ გაუკეთებია კატალონიის ბარსელონას. მოდი ასე ვიტყვი, რომ მე მჯერა რომ ბარსელონას იმის ძალა შესწევს, რომ შემდგომ ეტაპზე გავიდეს და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გააგრძელოს. ლა ლიგაში კატალონიის ბარსელონამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა 9-ქულიანი უპირატესობით ასვას მადრიდის რეალს. კატალონიის ბარსელონამ უკვე ხმამაღლად გააკეთა იმის თაობაზე განაცხადი, რომ კატალონიის ბარსელონა ლა ლიგას მოიგებს 7-6 ტურია დარჩენილი ლა ლიგის ჩემპიონატის დასრულებამდე. თუ მოგწონს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ.